გურჯაანში ახტალის პარკის პროექტირება იწყება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. მომსახურების ვადა 6 თვე განისაზღვრა. ახტალის პარკში პროექტის მიხედვით დაიგეგმება საბავშვო, სპორტული, კულტურულ, საგანმანათლებლო სივრცეები, ასევე ტერიტორიაზე მოეწყობა რეკრეაციული არეალები, საფეხმავლო და ველობილიკების ქსელი. პარკში განთავსდება საინფორმაციო ცენტრიც, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, ღია სცენაღონისძიებების მოედანი და მრავალფუნქციური პავილიონები. თბილისის საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორის შეფასებით საქართველოში აქციების ბაზრის განვითარებას ის გარემოება აფერხებს, რომ ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა მსგავს ფასიან ქაღალდებზე შედარებით ნაკლებია. როგორც გიორგი ამზაშვილმა საქმის კურსის ეთერში განაცხადა, საქართველოს საფინანსო ბაზარზე საბანკო დომინაცია, რომლისთვისაც უფრო მეტად კორპორაციული ობლიგაციების ინსტრუმენტებია საინტერესო. გიორგი ამზაშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ნელ-ნელა ვითარდებიან კერძო, საპენსიო სქემები და საინვესტიციო ფონდები, რომელთათვისაც შესაძლოა უფრო მრავალფეროვანი ინსტრუმენტები იყოს საინტერესო. პრობლემაა, რომ ღვინის ბოთლები იმპორტირებული აქვს, ქვეყანას კი დაახლოებით 300 მილიონი ბოთლი სჭირდება. ამის შესახებ BMG-თან მეღვინე კომპანია ქართული ღვინოს ხელმძღვანელი ოთარ მუმლაძე საუბრობს. მისი თქმით, მეღვინეებს დღეს ყველაზე მეტად სწორედ ბოთლებისა და საწარმოო დანადგარების დეფიციტი აწუხებთ. მეღვინე მიიჩნევს, რომ საქართველომ უნდა შეიმუშაოს გრძელვადიანი გეგმა, რათა თავად აწარმოოს საჭირო კომპონენტები. საუბარია დაახლოებით 300 მილიონი ბოთლის წარმოებაზე, აღნიშნავს ოთარ მუმლაძე. მისივე თქმით, საწარმოო დანადგარების კუთხითაც ქვეყანას აქვს რესურსი არსებული სახელმწიფო საწარმოები გამოიყენოს. მაგალითად, დელტა მოიყენოს, რათა იტალიური ან სხვა უცხოური ტექნიკის ანალოგები საქართველოშივე დამზადდეს. ქართულ საგამომცემლო ბაზარზე ახალი მოთამაშე მოუბარი გამოჩნდა, რომელიც აქცენტს ძირითადად სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრებზე აკეთებს. კომპანიამ ბაზარზე შესასვლელად მოსამზადებელი სამუშაოები 2023 წელს დაიწყო, აქტიურ ფაზაში კი გასული წლის ნოემბერში თბილისის წიგნის ფესტივალზე ერთდროულად 8 წიგნის წარდგენით შევიდა. დღეისთვის გამომცემლობის პორტფელი 12 გამოცემულ წიგნს აერთიანებს, ხოლო განხორციელებული კერძო ინვესტიციის მოცულობა 300,000 ლარამდეა. მოუბარის დამფუძნებელი გუჯა ქემოკლიძე BMG-თან ინტერვიუში საგამომცემლო ბიზნესის სპეციფიკაზე და ფინანსების მოდელზე მომხმარებელთა ქცევასა და კომპანიის სამომავლო გეგმებზე საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, წიგნის გამოცემა ხანგრძლივი და მრავალეტაპიანი პროცესი არის, გამოც მოუბარმა მოსამზადებელ პერიოდს თითქმის 2 წელიწადი დაუთმო. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში კლების მიუხედავად ჯამურად 5 თვეში ტურისტული ნაკადების ზრდას აჩვენებს. როგორც ინჯგუფის დამფუძნებელმა საქმის კურსის ეთერში განაცხადა, მათ შემთხვევაში ზრდა ფიქსირდება თბილისში, გორში, ახალციხესა და ქუთაისში მდებარე სასტუმროებში, თუმცა გუდაურში კვლავ კლებაა, რადგან ამ კურორტზე ძირითადი ვიზიტორები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან იყვნენ. პადაკოკაია ამბობს, რომ ამერიკა-ირანის კონფლიქტის დასრულების მიუხედავად ამ რეგიონიდან ვიზიტორების ნაკადები ჯერჯერობით სრულად ვერ აღდგა, რადგან გაძვირებული საწვავის ფონზე ავიარეისებზე ფასები კვლავ მაღალ ნიშნულს ნარჩუნდება. ინჯგუფის დამფუძნებლის თქმით, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით მოლოდინები დადებითია, მათ შორის ახალი პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის და აზერბაიჯანთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის გამო.